აბა თუ ისიც რა ხდება 10 цალი ამანათი მაქვს და ამ ამანათებს დავაქვი მოშნი ამანათები ბოდიში გუსული ჟარგონისთვის მაგრამ აი კაი მოშნი ამანათებია ყველა ნახეთ რამდენია 10 ცალია მაგრამ ფორმატის ვიდი აქვს ამ ამანას დავაზგი თვალი ძალიან დიდი ხანია იმიტომ რომ არასტანდარტული ფორმა აქვს საკმაოდ მძიმეა ბორბალს გავს ასე რომ პირველი გავხსნი მოჭველი ამას აუ და რაც მგონია ეგ არის მე მგონი საახალწლო განათება არის ძალიან დიდი ძალიან XL-ია წერია აუ რამხელა არის რამდენი მეტრია 100 45 მეტრიანია ანუ 45 მეტრიანი საახალწლო განათებაა ხალხო 2000 ცალი ნატურაა შეგნით red light 2000 ცალი ის რამდენია ვინც პირველად უყურებ ჩემ ვიდეოს შეგახსენებთ რომ ამანათებში ნივთები რომლებიც ამომდის ნაწილს ვიტოვებ ხოლმე ჩემთვის ნაწილი რომელიც არ მჭირდება ადგილი არ მაქვს რაღაც მიზეზის გამო არ ვიტოვებ იმას ვყიდი სპეციალური საიტია შექმნილი დაკარგული ამანათების წერტილი G ამ საიტზე შეხვალთ რამე მოგეწონებათ იქვე ადგილზევე საიტზევე უკვეთავთ ნუ თუ ძალიან გინდა და საიტზე შესვლა არ გინდათ ან აღის თუ რო შეხვიდეთ ან რო გააკეთოთ შეკვეთა შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ აი ეს ნივთი მინდა იმ კონკრეტულ ვიდეოზე რომელშიც იმ ნივთს ვაჩვენებ შეუულებია შეგეხმიანებით მე ან ჩემი ოპერატორი და შევთანხმდები დეტალებზე მოდი შემდეგი ამანათი იყოს ეს მოგრძო ოჰო რაღაცა გძელი ჩანს ვნახოთ რა არის ეს გძელი smart lampa-ო ეს იაწერია ეს მე მგონი კაკას უკან განათებისთვის გამომადგება თუ არ ვწდები გავხსნა და ვნახოთ ეს სავარაუდოდ რჩება ჩემთან ამას ეხავე ავაწყო და ეხავე განახებთ რა არის თან თავისი პულტის მოყვება ბერების რეგულირებაც აქვს აი ესეთი რაღაცა არის გძელი LED ლამპა არის რამოდენიმე ცალია ერთი მთლიანი გძელია და ერთმანეთზე მაგრდება როგორც მივხვდი ანუ ამ სიგრძეა ხალხო წარმოიდგინეთ ეს ესე რომ დავაჭირო ეხა ალბათ ამ სიგრძეა ხალხო ნახე აი ესეთია რა ფეხი რაღაც სხვანაირი მოყვება იმედია ინსტრუქცია დევს შეგით იმიტომ რომ ვერ მივხვდი ეს ჯოხები მოყვება და ეს ჯოხები რა სჭირდება უბრალოდ აი ეს დამპალი თავი მოყვა აი ეს დამპალი თავი რომელიც ამერიკული არის და ამის გადამყვანი არ ამაგ და ვეღარ ვიყიდე ბოლო-ბოლო რა გამეტესტა რა ნუ ვიყიდი ამის გადამყვანს ძალიან ბევრს შემდეგში და ვნახავ რა ნუ განახებთ პულტზე რომ ფერებიც აქვს და ძალიან კაი რაღაცა არის ამას უკან დავიძრავ ხოლმე ესე გვერდულად რაღაცნაირად ესე და აქ გაანათებს ხოლმე კედელს რა ნუ მე გავტესტავ ერთი სიტყვით მანამდე აქ იდგას ცოტა ხანი ამას ვიტოვებ ყველა ვარიანტში დაჟე 5-იც არ მჭირდება 5-ს გადავაგდებ იმიტომ რომ ეს ყოველდღიურ გამოყენებაში მექნება რამოდენიმე ნივთი ამოვიდა ესე იგი ისეთი რომელიც დამჭირდება და რომელსაც მოვიხმარ აუ აქ დანომგილი ყოფილა რომელია პირველი რომელი მეორე და მე მგონი სწორად გამიკეთებია მეორე გავაღწი პირველი მეორე და ის მესამე სწორად არის ძალიან მაგარი რაღაცაა ძალიან კმაყოფილი ვარ ნუ ეს 45 მეტრიანი იმას თუ არ ჩავთვლით თუ მუშაობს ეს 45 მეტრიანი ძალიან კაია უბრალოდ ფიქრობ ეხლა ეს 45 მეტრაზე სად გავშალო და მე თავიდან როგორ გავკეცო და ბრმად გაყიდვაც არ მინდა რეგულარი მუშაობს უნდა გავილანძღო ნუ არ ვიცი მოვიფიქრე მაგრამ შემდეგი არის საკმაოდ მძიმე რაღაც რკინის კონსტრუქციები და შინი და ადრე კარგი სახელურები ამომდიოდა ხოლმე ძალიან ბლომად და იმედია ისევ კარგი სახელურებთან არ მაქვს საქმე იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმეა და ზუსტად იგივე სიმძიმე ქონდა ხოლმე იმ კარგი სახელურებსაც ყუთიც იგივეა ვიმედოვნებ იგივე რამესთან არ მაქვს შეხება მე მგონი უაღრესი რაღაცები ამოვიდა აი ესეთი მექანიზმები ამოვიდა აი ესეთი მექანიზმები ამოვიდა რავი ერთი 20 ცალი შეიძლება ეყარო შენით ეს რა არის არ ვიცი ესე ეჭირება ანუ ესე ეჭირება და ეს დაბლა ჩამოდის ვინც ეკويვით აბა იქნებ შეხედოთ რა შეიძლება იყოს და ამოვიდა ეხლა დავითვლი რამდენი ყველა ერთი და იგივეა 10 ცალი რაღაც ამოუცნობი მექანიზმი ამოვიდა რომელსაც არც არაფერი აწერია და ვერც მივხვდი რა არის კაი მოდი შემდეგი ესეც თითქმის იგივე სიმძიმის არის ნუ ცოტა სუბუქი და ვნახოთ ამაში გადავს იმედია რამე საინტერესო იქნება თქმის ვეღაფერი ვერ გავტესტე რაც ამოვიდა უბრალოდ ვიზუალური სახე ვნახეთ კაი ეს რა არის რაც არის ესე აწერია crazy mar ესე აწერია რაღაცა გძელი ნივთი უნდა იყოს და კაკას იმაზე აკვირია ამაზონის ლოგო და ვერ ხვდები რა არის აბა ვნახოთ რა არის ოჰო თავისი ჩანთა მოყვება თავისი ჩანთა მოყვება ეს რაღაცა კაი ჩანს და ვნახოთ აბა ჩანთაში გადევს ეს წინაზე ამომივიდა მე მსგავსი რაღაც ნუ შტეკერი რა თქმა უნდა ამერიკული აქვს თქმა უნდა ორი აზრი არ არის აქ რაღაცეებზე ეჭირება და თავები მოყვა უამრავი ეს ადრეც ამომივიდა ამანათებში ესე უკეთებ და მე ცხელდება ეს რაღაც ფუნქციები აქვს ტრიალის ტემპერატურის და ასე შემდეგ თმების დასახვევია ეს კონკრეტული ხარ რაც გაუკეთეთ თმების დასახვევია და კიდე მოყვება ძალიან ბევრი თავი მოყვება სავარცხლის თავის მოყვება და
ხელთათმანების მოყვება, რაღაც რეზინის, ჩასაფენიდან ძალიან ბევრი რაღაცაა რა ეს სიტყვით. 120-240-ზე მუშაობს, ანუ ჩვენ დენზეც წავა. ანუ საქართველოში როგორი დენიც მოდის, იმაზეც წავა ერთი სიტყვით. სასალონეა, მდგომარეობა რა თქმა უნდა ახალი. წინაზე რაც მომივიდა, ეს იმას ჯობია ბევრად, იმიტომ რომ აი კაბელიც კაია, ის უფრო მეტი მოყვა რაღაცეები, თავისი ლამაზი ჩანთა მოყვა, თავისი ლამაზი შეფუთვა აქვს. ნუ ეს ახლა რა თქმა უნდა მე არაფერში არ მჭირდება, ასე რომ ესეც ჩემს საიძე დაიდება გასაყიდად. შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია ამანათების საკითხში Georgian Time, ამანათების გადამზიდი კომპანია, რომელიც მეხმარება პოლონეთიდან ჩამოვიტანო ეს ამანათები და გავხსნა და განახოთ რა ხდება შიგნით. აქვს ძალიან სწრაფი სერვისი, ძალიან კარგი ტარიფები, 5 წელზე მეტია მე თანამშრომლობ და არანაირი პრეტენზია აღაზოს არ მქონია მათთან. ასე რომ თუ გსურთ პოლონეთიდან რაიმე ამანათის გამოწერა, პოლონეთში ვინმესთან გაგზავნა, მოდი ახლა ვნახოთ შემდეგი, ნახეთ რა კაი მასიური, კაი მოშნი ამანათებია. ის მომეწონა ბოლო ძალიან კაი იყო. ეს ჩვეულებრივი ყუთია და ჩვეულებრივი ყუთებში აი არაფერი არ მოდის ხოლმე. მე ყოველ შემთხვევაში არ მახსოვს ნორმალური რამე ამოსულიყო. ამას აწერია 2.2 კილოვატიო, რაღაცა ჰიდროელექტროსადგურიდოს მე მგონი. ოპა, ეს რა არის? რაღაც გრენდაიზერი ამოვიდა ხალხო. ტრანსფორმატორი ამოვიდა მე მგონი. ინვენტერი. რაღაც ინვენტერი ამოვიდა, რომელსაც არც ელემენტი აქვს, არაფერი არ აქვს. სად ერთდება, როგორ ერთდება, ვერ ხვდება. შე ინვენტერი რა არის, არ ვიცი. აი ესეთი რაღაცა არის, აი ეს უკან ესეთი რაღაცეები აქვს. ინვენტერი რა არის ვაფშე არ ვიცი. და აი აქ წინ რაღაც კნოპკები და რაღაცეები აქვს, შეხედეთ. ეს დამიწერეთ კომენტარებში რა არის, რას ფიქრობთ ეს რა უნდა იყოს. კაი მძიმე რაღაცაა. თავისი ის კი მოყვა ინსტრუქცია. საკმაოდ კარგი, მაგრამ არ ვიცი რისი არის. ალბათ კომენტარებში დაგვიწერენ, მე რისთვის გამოიყენება, რა არის და ასე შემდეგ. ჩემს საიძე დაიდება ეს გასაყიდად, რა თქმა უნდა, მე ნელ-ნელა მეც გავარკვევ რა არის, მაგრამ შეიძლება დაასწროთ, თქვენ არ ვიცი. მოდი გავხსნათ შემდეგი. ავიღოთ, თითქმის იგივე ზომის ყუთებია, ასე რომ გული არ მწყდება, რომელს ვიღებ. ვაიმე, კარები ხატია, ფეხბურთის კარები ხატია და იმედი მაქვს ფეხბურთის კარი არაა. საბავშვო სათამაშოა. ესეთი ბურთია, რომელსაც ელემენტები ედება. ეს ბურთი როგორც მივხვდი თავისი დადის აქეთ იქით. აი, ეს ბურთი. და აქ არის ასაწყობი კარი. კარები უნდა აწყო, ელემენტის მოყვება დაჟე. კარები უნდა აწყო და ითამაშოს ბავშვმა მე რამე. ძალიან კაი გასართობია. ესეთი რაღაცაა, მოკლედ რო განახოთ. აწყობის ინსტრუქცია ზედვე ყუთზევე აწერია. გავაგზავნეთ. შემდეგი, ეს ძალიან მსუბუქი ყუთია და ვნახოთ ამ მსუბუქ ყუთში რა იდება. არ აწერია ვაფშე არაფერი. ო, კონტეინერი ამოგვივიდა. ოღონდ რაღაც ცოტა სხვანაირი კონტეინერია. ეხლა განახებთ რა არის კონტეინერი. აი ესეთი კონტეინერია, ეს ძრება, აქ დანაჩანგალი მოყვება, შიგნით არის ჩაყოლებული. ეს პატარა ჭიქაა? ო, პატარა ჭიქა მოყვება, ჭიქა რაღაც соуსის აგამის ჩასადები სავარაუდოდ, და ნუ ეს შიგნით. და აი კოუზი და ჩანგალი შიგნით დევს. ეს კაი რამეა, შეიძლება დავიტოვო. სალათის არის, აი ესე აწერია, ხო, სალათის არის. ლანჩბოქსია. ამის გაყიდვას თუ გადავწყვიტე, საიტი შეამოწმეთ ჩემი დაკარგული ამანათების წერტილიჯი, თუ იდო ესე იგი იყიდება და არ დავიტოვე. შემდეგი, ეს ცოტათი მძიმე არის, სხვებთან შედარებით, ცოტათი ოღონდ 4G LTE კამერაო. აი ესე გამოიყურება, კამერა არის. ეს კამერა მეორე ამომივა, ერთი ცალის მონადირის კამერა მომივიდა და ძალიან კაია. აბა ეს როგორი იქნება? ინსტრუქციაზე აწერია, რომ მზის პანელების მოყვება, რომ მე მზეზე დაიტენოს. აჰა, აი, მზის პანელის მოყვა, რომ მზის ენერგიაზე იმუშაოს. ეს არის მზის პანელი და ეხლა განახებთ თვითონ კამერას. ეს საინსტალაციო კამერას რომ მიაჭედოთ და ეხლა განახებთ თვითონ კამერას, რომელიც აი დიდი კამერა, აი მძიმეა. რამდენი ფუნქცია ექნება ხა ამას მე თმა იცის, მოიცავ ნახო ჯერ. ამ სულ სილიკონითაა დაფარული, ეს იმას ნიშნავს, რომ საგარეო აქ ჩასახთავი მოყვება და სატენი Type-C. ძალიან მაგარი კამერაა, ჩიპი ედება, მაქსიმალურად დასილიკონებულია, ესე იგი გარეთ შეგიძლია დადო, რომ არანაირად არც წყალი შევა, არც წვერი და არც არაფერი. ნახეთ ხალხო, რა მაგარი კამერაა, ძალიან მაგარი კამერაა. ნუ აქ QR კოდია, მოდელ S40 ესე აწერია. Motion control-ი და ყველაფერი ექნება, ამას აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. Infrared სხივი აქვს, ფოტოსენსიტივი აქვს, ანუ მოძრაობის სენსორი აქვს, ინდიკატორი აქვს, მიკროფონი აქვს, საკუთარი აპლიკაცია აქვს, აპლიკაციაში დაარეგისტრირებ და აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს. კვების წყაროზე აერთებ, მაგრამ როცა შუქი მიდის, შიდა ბატარეაც აქვს, როგორც მივხვდი და იმ შიდა ბატარეას კვებავს ეს მზის პანელი. ანუ ძალიან კაი რაღაცა არის. ხარისხი უბრალოდ ვერ წავიკითხე რა ხარისხი იღებს, მაგრამ ამას ცუდი ხარისხი არ მგონია ქონდეს. SIM-კარტას ედება, ესე იგი Wi-Fi შეგიძლია არ დააკავშიროს, SIM-კარტაზე გექნება მეგაბაიტები და SIM-კარტიდან მიაქვს პირდაპირ
მეგაბაიტები. რომ ინტერნეტზე მუდმივად დაკავშირებული იყოს და რამე შუქზე რაღაცაზე არ იყოს დამოკიდებული. სავარაუდოდ ესეთი დიდი იმიტომ აქვს, რომ შინით ბატარეაც აქვს, ელემენტიც აქვს ყველა ვარიანტში. აი მოხოდილი ძალიან მაგარი კამერაა. ეხლა ჩავდებ და ნახავ რა ღირს. დავიტოვოთ ეს? და რაც ყველაზე მთავარია, 32 გიგაბაიტიანი ჩიპიც მოყვა. ამას არ ველოდი და პინცეტი მოყვა. ჩიპის და სიმბარათის ჩასადებად სავარაუდოდ. ერთი სიტყვით ახლა ეს უნდა ვნახო რა ღირს. პირდაპირ ინტერნეტში მას შევამოწმო, იმიტომ რომ გონია საკმაოდ ზვიგადღირებული რაღაცა აღმოვაჩინეთ ეხლა აქ. eBay-ზე გადავალ და ეხლა განახებთ eBay-ზე რა არის ამ კამერის ღირებულება. ვიღაცა $69 ყიდის. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე კაი ვიდეო გამოგვივიდა, იმიტომ რომ 3 ნივთი დაგვჭა კიდე გასახსნელი და უკვე რაც ამოვიდა, ძალიან კაი რაღაცები ამოვიდა. აბა ვნახოთ შემდეგი. შეგახსენებთ, რომ დაკარგული ამანათები წერტილი G-ზე დაიდება ხოლმე გასაყიდი ნივთები, ისეთ ნივთები, რომელსაც არ ვიტოვებ რაღაცა მიზეზების და გამო. აბა ვნახოთ ეს რა არის. ამ ზომის ამანათები ძალიან მომეწონა. კიდე კამერა და მე მგონი იგივე. არა. ეს სხვა, ეს არის Wi-Fi კამერა. ZDZ2 კამერა ამოვიდა ხალხო. ეს უკვე Wi-Fi კამერაა და მე მგონი მზის ელემენტი ამასაც მოყვება. უფრო პატარა მზის ელემენტი მოყვება. კამერა თითქმის იგივე. თითქმის კი მე მგონი იგივეა. ეს არის კამერა. მე მგონი მოდელიც იგივე არის. არა. საინსტალაციო ყველაფერი იგივე მოყვება თითქმის. ერთი აბა ჩიპი თუ მოყვება მაინტერესებს. იმას ჩიპი მოყვა თავისი. ამაზე ვერ ვხედავ. ამაზე იყიდეთო. ძალიან კაია, ხარისხი არის ძალიან მაგარი და ZDZ-ო 2 ცალი კაი ორჯერ კამერა ამოვიდეს პირველად ნახე. ბიჭო მე მაინტერესებს გადაღება როგორი აქვს, მაგრამ ამას ისეთი კაი კამერა გადაღებაც კაი ექნება სავარაუდოდ. თავისი აპლიკაცია მოყვება ამასაც. მოგა კამერებით დახუნზლული ვიდეო. ორი ამანათი დავშა და იმედია იმ ამანათში კამერა არ ამოვა. აბა ვნახოთ ახლა ეს ამანათი ამაში გადევს. რა კაი ამანათებია ხალხო, ძალიან მომწონს. ეს რაღაცა რაც არ უნდა იყოს სრულიად ახალი Management Power Strip box-ი. ეს მე მგონი ის არის რაც ამდენი ხანია მჭირდება. ეხლა განახებთ. სულ ახალია. ესე გამოიყურება. ენის გამანაწილებელი. საიდან იხსნება, მოდი ჯერ ამას დავადგენ. ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა ეს რა, ძალიან. ნახეთ ხალხო ეს რა. ესეთი რაღაცაა. ეხლა გავაკეთე როგორ იხსნება, ალბათ უნდა გაიხსნას. ესე. მივხვდი რაც არის, ეგრეთ წოდებული დამაგზელებელია, აი ნახეთ. შიგნით დევს. ამას კვების წყაროში შეაერთებთ და აგზელებს და ხდება 5 ცალი. ესეთი თავისი 5-ია. მერე დააფარებთ და ვითომ არც არაფერი არ ჩანს რა. ძალიან კაი რაღაცა არის. ავისი მე რამდენად გამომადგება, ცოტა სხვა რამე მეგონა. მაგრამ კაი რამეა. ოფისებში გამოდგება სავარაუდოდ. მე ესე მგონია ოფისი ვისაც აქვს, იმას გამოადგება. და სანამ ბოლო ყუთს გავხსნი, შეგახსენებთ, რომ ჩემი მხარდამჭერია ამანათების საკითხში, ამანათების გადაზიდვის კომპანია Georgian Time, რომელიც მეხმარება პოლონეთიდან ჩამოვიტანო ეს ამანათები, გავხსნა და ესეთი შოუ დავდგათ. ნახოთ ახლა, იქნება და რამე ისეთი ამოვიდეს საჩემოც, ესეთი რაღაცა არის. მოდი გავხსნათ და პირდაპირ ნახოთ რა შეიძლება იყოს. როგორც მივხვდი და როგორც ბევრი ვარკვიე, უკან ესე რო გახსნი ამას. ეს არის დინამიკის 360 გრადუსზე უკრავს და აქ უნდა კონდეს ესეთი ან ელემენტი, სავარაუდოდ ელემენტი არის, ან არ ვიცი რაღაცა. რაღაც ნაწილი აკლია ეს სიტყვით და საერთოდ არაფერი რა. გინ ყოფილა გინდა რა ეს. ალბათ მაგიტომაცაა დაბრუნებული რომ აკლია. ვიღაცამ გამოიწერა, ეგ ამოვაცალა და მე უკან დააბრუნა. სამწუხაროდ ძალიან ცუდად დავასრულეთ ვიდეო, მაგრამ სხვა რა გზაა, არა უშავს, სხვა დროს გამიმართლებს. ეს ერთი სიტყვით არის ნაგავი. არაფერში არ გამოდგება. არა და ის რაღაცას გქონოდა, საკმაოდ კაი ნივთი იყო. ძალიან ბევრი ფუნქცია წერია, ძალიან კაი აკუსტიკა აქვს წერია და ძალიან კაი რაღაცა არის, მაგრამ ესე მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არის ის აკლია. სულ ეს იყო მეგობრებო. გამოიწერეთ ჩემი არხი, ვიდეოები როგორც ხედავთ უფრო და უფრო ხშირად იდება ხოლმე და თუ გინდათ რომ უფრო და უფრო ხშირად დაიდოს ხოლმე, გამოიწერეთ არხი, გააზრეთ ვიდეოები, დაწერეთ კომენტარები, თქვენი აზრები, თქვენი რჩევები და ყველაფერს გავითვალისწინებ აბსოლუტურად. წარმატებები ყველას.